დღის სხვა სიახლეები დღეს თბილისსა და დედაქალაქის რამდენიმე უბანში ტრადიციულად გასართობი და კულტურული ღონისძიებები გაიმართება. ჩემი კოლეგა ნათია ორველაშვილი განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. ნათია, კონკრეტულად რა ღონისძიებებია დაგეგმილი დედაქალაქში? პირველ რიგში დათო გეტყვით, რომ უკვე 34 წელია, რაც დედაქალაქში ზეიმობენ თბილისობას. პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა ეს დღესასწაული და მას შემდეგ, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ის იცვლებოდა და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. მაგალითად, დღეს ჩვენ მოვასწარით მივსულიყავით საწნახელზე, გიგანტურ საწნახელთან, რომელიც მეიდანზე დგას. ეს საწნახელი პირველად 8 წლის წინ გამოჩნდა თბილისის ცენტრში. ამ იდეის ავტორი და ორგანიზატორი ამბობს, რომ იდეის მთავარი მიზანი იყო საქართველოს როგორც მეღვინეობის ქვეყნის პოპულარიზაცია. რაც შეეხება ღონისძიებებს, ძალიან ბევრი ღონისძიებაა დღეს დაგეგმილი და ძალიან მრავალფეროვანი თბილისის ძველუბნებში. უკვე სამზადისი დაწყებულია 12 საათიდან ალბათ უფრო მეტი ადამიანი მოვა და უკვე ყველაფერი გაშლილი იქნება და ველოდებით ყველას აბანოთ უბანში, რიყის პარკში, გორგასლის მოედანზე, შარდენის მდებარე ტერიტორიებზე, მოკლედ ძველი თბილისის ყველა ქუჩა დატვირთული იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით. დიდი საწნახელის მიზანია ღვინის პოპულარიზაცია, თბილისის პოპულარიზაცია, რადგანაც დიდია, ყველაზე დიდი საწნახელია მსოფლიოში, 5-დან 7 ტონამდე, მთლიანად არჩევა რა თქმა უნდა, ნაწილი ხალხს დაურიგდება, ღვინო დაიწურება, დიდ ნაწილს ხალხი წაიღებს, სტუმრები და თბილისელები, ნაწილი რაც დაიწურება, წავა ქარხანაში და საჩუქრებად დარიგდება. როგორც მოისმინეთ, პროგრამა არის ძალიან მრავალფეროვანი. ღვინის დაწურვა, ჭადრაკის და ნარდის ტურნირები, კონცერტები, ავტოშოუ, ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ ღონისძიებებისა, რომელიც დღეს თბილისის ცენტრშია დაგეგმილი და ალბათ ეს ღონისძიებები ნებისმიერი გემოვნების სტუმარს დააინტერესებს. დედაქალაქის სტუმრები და მაცხოვრებლები უკვე იკრიბებიან დედაქალაქის ცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცოტა გრილა, მაგრამ ღონისძიებების მრავალფეროვნება და სიმრავლე ალბათ მათ დაინტერესებას იწვევს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მეიდანზე, სადაც დაახლოებით 1 საათში დაიწყება საბავშვო კონცერტი და პატარებიც უკვე შეიკრიბნენ. დიდი მადლობა, ეს ნათია ორველაშვილი.